მაგრამ ევროპის უდიდეს აეროპორტებში ბოლო 2 დღის განმავლობაში სერიოზული პრობლემა გაჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები და ფოტოები სხვადასხვა აეროპორტიდან, კერძოდ ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან, ასევე ბრიუსელიდან და ბერლინიდან ათასობით მგზავრი დარჩა აეროპორტში, ღამე გაათენეს, რადგან გადაიდო ასობით რეისი ან ზოგადად გაუქმდა. თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ პრობლემა შეექმნა პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ავტომატურად არეგისტრირებს მგზავრებს და ასევე ჩასხდომის სისტემას. წინასწარი ცნობით ეს იყო კიბერთავდასხმა, რომელიც განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით გამოძიება. რეგისტრაციის სისტემის პროვაიდერი კომპანია RTX-ი, რომელსაც ეკუთვნის სისტემა Collins Aerospace-ი, აცხადებს, რომ ინფორმირებული არის პრობლემის თაობაზე და კიბერშეტევაზე და იმედი აქვთ, რომ პრობლემა მალე მოგვარდება. ბოლო ინფორმაციით თანდათანობით აღდგა რეისები უკვე განხორციელდა, თუმცა მიუხედავად ამისა, აეროპორტები მოუწოდებენ მგზავრებს, რომ რათა დაიზღუდონ თავი, წინასწარ გაარკვიონ, არის თუ არა მათი რეისი გადადებული. ძირითადად არის აღდგენილი, თუმცა ამჟამადაც არის გარკვეული პრობლემები. კომენტარი გაკეთდა ასევე ევროკომისიაში, სადაც განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მომხდარს, თუმცა მათი წინასწარი შეფასებით არ არსებობს არანაირი მინიშნება იმის თაობაზე, რომ კიბერთავდასხმა იყო მასშტაბური. ოფიციალურად კომპანიას, რომელსაც ეკუთვნის პროგრამული უზრუნველყოფა რეგისტრაციის, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი მომხდართან დაკავშირებით და წარმოშობასთან დაკავშირებით კიბერთავდასხმის ჯერჯერობით მათ არ გაუკეთებიათ.